ქრონიკა სპეციალური გამოშვებით ბრუნდება პირდაპირ ეთერში. თავდაცვის სამინისტროში ბრიფინგი იწყება, პირდაპირ ეთერში ვრთავთ უწყებას. მოგესალმებით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაში არსებულ სისხლსამართლის საქმეზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დაკავებული იქნა ერთი პირი 1959 წელს დაბადებული ვშ, რომელიც დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად გარკვეული ფინანსური სარგების სანაცვლოდ ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში. გამოძიებით დადგინდილია, რომ მან დახარჯა დახმარება გაუწია 30-ზე მეტ პირს, რაშიც თაღლითურად დაეუფლა 100.000 ლარზე მეტს. დაკავებული პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 6.000 ლარზე მეტი, ხოლო დაკავებული საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული იქნა 105.000 აშშ დოლარი და 50.000 ლარი. ასევე ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა დაფასებული სახით. ხსენებული სისხლსამართლის საქმეზე სხვა პირთა გამოსავლენად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლებელია გაფართოვდეს დანაშაულე პირთა წრე. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლსამართლის კოდექსის 180 მუხლის მეორე ნაწილის ბ-ქვე პუნქტით და 62 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთა 7 წლამდე ვადით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ იქნება უკომპრომისო და იმოქმედებს კანონის სრული სიმკაცრით. მადლობა. უსმენთ თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს უწყება საქმეზე ოპერატიულ მასალასაც ავრცელებს. Ben tam bilmem tabii. Yok, değil elbette. Kulak as, bu kadar değil şeydi, korkor değil, bu değil, birden değil, kanunsuz aynı onlar. Kanun yeridir ki. Değerli sen bir gidecek korida bırakacaklar kanunlu tamsa. Kanun yeri değil Ben ha. de kette kabarası kimler garip selim olursa. Ha, bari bak bir de gör ne diyeceğim. Böyle sana şoklar geçsem onlardan ben artık alacağım mı? He valla, bak diyorlar. Ha. İndi kulak. Ya da gelesi de benim yanıma. Ben de kağıdını da parayla mora. Registrasyon edeceğim. Bir kere bir el benim yanıma gelse bir yarım saatlikten zaten komisya yaparım orada. Oradan bırakacağım, elle kağıt vereceğim onun. Ne çak? Kağıtlara bir yere ağır yer ya böyle ya el özleri bilir oradan. Ay sağ ol. 3500 dedin öyle değil mi? İndi kulak as. Bunlar bana yolladılar dediler kiminler verdiler? Ben de gayrı bu kiminler? Yok dedi o şey qaynanmırlar bilirlər ben özümə pul qayrıyam. Qalanını da 1500'larını da dediler verəcək dedi. Bu şey hazır olsun dedi bilmirlər indi nədir Gədə gələndə getsin o pulu. 1500'ları. Mən o mürgürcək bilmir yaxşı. Gəlirəm yanından. Mən istəyirəm, bilirsəm neçədən çıxıram. Öydən də yazığım gəldi də. Gəldən özün gələrsə gəl. Gəlirəm. At verəm, mən adam atıram. Bilirəm, ayıfdayım. Prosto onlar satdı. Vallah onlar eləyir. Mən nə günahım var. Lazımdır gədə. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20 gəlib pul verirsən, qorxuram mən. Yox, nə demək istəyirəm, amanatdır. Sağlığı çatdırmalıdır 100%. Sağı düzəldim ona, yağır yer, nervilidir, belədir, bir şey eləyək də nəsə da. Qayrasıdır ki, o gedəndə onu oradan buraxalar. 3500-dən artıq veriləsi verirəm. Yox. Hesabda veriləsi verirəm. Yaxşı, onda deyəcəm, o 1500'ları da hazırlasın. Hazır 100%. O 1500'ü də hazırlasın da gələndə gətirərsən verər. ქრონიკის სპეციალური გამოშვება დასრულებულია, ეთერში დაბრუნდებით 17 საათზე.